რა არის დაზვერვა? ბევრისთვის ეს არის ინფორმაციის მოპოვება. ბევრისთვის ეს არის რადიო გადაჭერა. ბევრისთვის ნაგავში ქექვა, ოპერატიული საქმიანობა. ხშირად არის აღრეული ეს ყველაფერი. დაზვერვა ეძებს მეგობრებს მტრებში, ხოლო კონტრდაზვერვა მეგობრებში მტრებს. პირველი რაც უნდა იცოდეთ, დაზვერვა არის არალეგალური საქმიანობა. დაივიწყეთ ნებისმიერი მითი, ფილმები, სერიალები, ის რომ ჩვენ ქვეყანაში გვაქვს ოფიციალურად საგარეო დაზვერვის სამსახური. გვაქვს კონტრდაზვერვის დეპარტამენტი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ისევე როგორც გააჩნია ეს სამსახურები ისრაელს, ამერიკას, რუსეთს, გერმანიას, დიდ ბრიტანეთს, ყველა ძირითად სპეცსამსახურზე რაღაც ვიცით, ხომ ასეა. არსებობს ეს სამსახურები, ვიცით შენობები. ეს არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ დაზვერვა რაიმე ფორმით არის ლეგალური საქმიანობა. დაზვერვა არის ყოველთვის შემტევი შესაძლებლობა. და მოიცავს არა მარტო ინფორმაციის მოპოვებას, არამედ დესტრუქციას, პროვოკაციებს, ოპერატიულ თამაშებს, ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც აქტიურ გავლენას ახდენენ სამიზნე ქვეყანაზე. გასაგებია,